ჩვენ უკვე შევეჩვიეთ მსოფლიოს ულამაზესი ქალაქების ნახვას, მაგალითად საოცარი ქალაქი მელბურნი, ავსტრალიაში. და ასევე არ ჩამორჩება ძალიან მაგარი და ულამაზესი ქალაქი შანხაი, ჩინეთში. მაგრამ ამის მიუხედავად, თუ იცოდი, რომ მიწისქვეშაც არსებობს ულამაზესი ქალაქები, დიახ, სწორად გაიგე. ეს არის ქალაქები, რომლებიც ძველმა ხალხმა ძველ სამყაროში შექმნა. ეს გასაოცარია, რადგან ისინი იმდენად დეტალურად და ხარისხიანად არის აშენებული, რომ ვერასდროს იფიქრებ თითქოს ეს ყველაფერი ძველმა ადამიანებმა შექმნეს. ამ ვიდეოში სწორედ ამას გავიგებთ. აქ ნახავ, რამდენად ლამაზია მიწისქვეშა ქალაქები. მაგრამ სანამ დავიწყებთ, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება. ეს ჩვენთვის კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა და ეხლა დავიწყოთ. პირველი ჩვენ სიაშია ორბიტო ანდერგრაუნდი. პირველ შეხედვაზე ზედაპირზე იტალიაში ჩვეულებრივ ქალაქს დაინახავ. ძველი ეკლესიები, ვიწრო ქუჩები და ქვისგან აშენებული სახლები. მაგრამ ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ქვეშ დამალულია სამყარო, რომლის შესახებაც უმეტესობას თითქმის არაფერი სმენია. ეს არის მთელი ქალაქი, რომელიც მიწისქვეშაა დამალული. ეს უბრალოდ მღვიმე ან სამალავი არ არის, ეს არის უზარმაზარი მიწისქვეშა ქსელი, რომელიც ადამიანებმა 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შექმნეს და გამოიყენეს. სხვა უძველესი ცივილიზაციები თავიანთ ქალაქებს ზემოთ აშენებდნენ, ხოლო ორბიტოს იტალიის მცხოვრებლებმა პირიქით მოიქცნენ. მათ მთის ქვა ქვემოთ ამოთხარეს და აქ შექმნეს თავიანთ სახლები, საწყობები, ქარხნები, გასასვლელები და ზოგჯერ ომის დროს სიცოცხლის ხაზი. იტალიელი არქეოლოგებისა და ორბიტოს მიწისქვეშა პროექტის მიხედვით, მათ ქალაქის ქვეშ 1200-ზე მეტი გვირაბი და მიწისქვეშა ოთახი აღმოაჩინეს. და როცა კვლევა უფრო ხრმავდება, თანამედროვე ლაზერული სკანირების და კარტოგრაფირების ტექნობის ტექნოლოგიების გამოყენებით, უფრო და უფრო ირკვევა, რომ ეს სისტემა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ექსპერტებს ადრე ეგონათ. მაგრამ რატომ? ამის შესაძლებელი მიზეზი არის ის, რომ ამ ადგილას განსაკუთრებული ტიპის ქვა. ორვიეტო დგას ვულკანურ ტუბზე. ეს არის ქვის ტიპი, რომელიც წარმოიქმნა ძველი ვულკანის ამოფრქვევის ფერფლიდან და ნამსხვრევებიდან. ცენტრალური იტალიის გეოლოგიური კვლევების მიხედვით, ეს ქვა საკმაოდ რბილია გათხრისას, მაგრამ არდება, როცა ჰაერზე ექვემდებარება. თითქოს ბუნებრივი სამშენებლო მასალაა, რომელიც დროთა განმავლობაში თავისით ძლიერდება. აქ გამოირჩეოდა უძველესი ხალხის ინჟინერია. როცა ქალაქის ზედაპირზე სივრცე მცირდებოდა, ისინი მაშინვე არტოვებდნენ ადგილს. ამის ნაცვლად მათ მიწისქვეშეთი გამოიყენეს როგორც მთელი მათი საზოგადოების გაგრძელება. ნელ-ნელა შეიქმნა ფარული ქალაქი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი საცავის, წყლის, ვენტილაციისა და გაქცევის მარშრუტების სისტემა. მაგრამ მხოლოდ გადარჩენა არ იყო მიზეზი, რის გამოც ეს გააკეთეს. სინამდვილეში მიწისქვეშა ქალაქს დიდი როლი ჰქონდა მათ ეკონომიკაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრია ორბიტოში მაშინ იყო ზეთის წარმოება. იმ დროს, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა მაცივარი ან თანამედროვე გაგრილების სისტემა, დიდი პრობლემა იყო საკვების და ზეთის სწრაფად გაფუჭება. მაგრამ მიწის ქვეშ ტემპერატურა ბუნებრივად ცივია და სტაბილური მთელი წლის განმავლობაში. ამის გამო გვირაბების ბევრი ნაწილი მიწისქვეშა გადამამუშავებელ ზონად აქციეს. აღმოჩენილი იქნა გიგანტური ქვის საფხვავები და სალექი ავზები, რომლებიც პირდაპირ ქვაშია გამოკვეთილი. ისტორიკოსების თქმით, მიწის ქვეშ ცხოველებსაც კი ჩაჰყავდათ, რათა ზეთისხილის საფხვავები დაეტრიალებინათ, სანამ გარემო ჯერ კიდევ ცივი იყო. შედეგად, ზეთისხილის ზეთი უფრო დიდხანს არ ფუჭდებოდა, წარმოება უფრო ეფექტური ხდებოდა. და ეს ყველაფერი არა მხოლოდ ამას გულისხმობდა. იყო სპეციალური ოთახებიც მტრედების მოსავლელად. პირველ შეხედვაზე უცნაურად ჩანს, მაგრამ მაშინ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იმიტომ რომ მთის წვერზე სასოფლო-სამეურნეო მიწა შეზღუდული იყო, მათ ალტერნატიული საკვების თხარო სჭირდებოდათ, რომელიც დიდ სივრცეს არ მოითხოვდა. ამიტომ მათ მიწისქვეშა მტრედების საკნები გააკეთეს, კედლებში ასობით პატარა ხვრელით. აქ დებენ კვერცხებს და ცხოვრობენ ფრინველები. არის პატარა გასასვლელები წყლის ხარეს, რომ მტრედებს თავისუფლად შეეძლოთ შესვლა და გამოსვლა. თანაც დაცულები იყვნენ მტაცებლებისგან. სხვა სიტყვებით რო ვთქვა, თითქოს საკუთარი მიწისქვეშა საკვების სისტემა ჰქონდათ. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომაც ეს მიწისქვეშა ქალაქი ასე განვითარდა, იყო წყალი. დიდი ხნით ადრე რომაელებამდე უკვე ცნობილი იყვნენ ეტრუსკები, პირველი უძველესი ცივილიზაცია, რომელიც ამ ტერიტორიაზე დასახლდა. მათი წყალმომარაგების ინჟინერიით მათ შექმნეს ვიწრო სადრენაჟე გვირაბები, რომელსაც კონიკულები ეწოდება, მიწისქვეშა წყლებისა და წვიმის წყლის კონტროლისთვის. ისტორიკოსების თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ზედმეტი წყალი ქალაქის ქვეშ ნგრევას გამოიწვევდა. ამიტომ მთელი მიწისქვეშა ქსელი ფრთხილად დაგეგმილი დახილობითა და არხებით იყო მოწყობილი, რათა წყალი უსაფრთხოდ გაეტანათ ქალაქისგან მოშორებით. დღემდე თანამედროვე ორბიტო კვლავ იყენებს იმ უძველესი დრენაჟის სისტემებიდან ზოგიერთს. მაგრამ დადგა დრო, როდესაც ქალაქისთვის საფრთხე უფრო სერიოზული გახდა. 16 საუკუნეში, მას შემდეგ რაც რომი 1527 წელს დაიპყრეს, პაპი კლემენტე 7 შეშინდა, რომ ორბიტოთ შეიძლება ალყაში მოექციათ.
ამიტომ მან ქალაქის ქვეშ ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი საინჟინრო პროექტი ააშენა წმინდა პატრიკის ჭა. პირველ დროს შეხედავ ჩვეულებრივი ჭა გეგონებ. მაგრამ როცა შიგნით ჩახვალ დაინახავ, რომ ეს სინამდვილეში ძალიან ღრმა საინჟინრო შედევრი. მისი სიღრმე 60 მეტრზე მეტია და აქვს ორი განსხვავებული სპირალური პანდუსი, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად ქვევით და ზევით ტრიალებენ. საინტერესოა ის, რომ ეს ორი გზა არასდროს იკვეთება. ეს სპეციალურად გაკეთდა, რათა ცხოველებისა და ადამიანების უწყვეტი მოძრაობა ყოფილიყო, როცა ისინი წყალს იღებდნენ. ერთი გზა ქვევით, ერთი გზა ზევით, არანაირი შეჯახება, თუნდაც სიბნელესა და ვიწრო ადგილებში. არქიტექტურის ისტორიკოსების თქმით, ეს იტალიაში რენესანსის ინჟინერიის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. და რადგანაც ლილვში შუაში ათეულობით ფანჯარაა გახსნილი, ბუნებრივი სინათლე მაინც აღწევს შიგნით, მიუხედავად იმისა, რომ ის მიწის ქვეშ ღრმად მდებარეობს. მაგრამ როცა მიწისქვეშა ქსელი ფართოვდებოდა, ის ქალაქის თავდაცვისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა. არსებობდა საიდუმლო გვირაბები, რომლებიც პირდაპირ სახლებთან და სარდაფებთან იყო დაკავშირებული ზედაპირზე. ზოგიერთი მათგანი მთის ქვემოთ ხეობის ძირში აღწევდა. როცა შემოჭრა ან ალყა ხდებოდა, მოსახლეობა შეეძლო გაუჩინარებულიყო ისე, რომ მტერს მაშინვე ვერ შეემჩნია. არსებობდა გვირაბებიც, რომლებიც იმდენად ვიწრო და დაკლაკმილი იყო, რომ ერთ ადამიანს შეეძლო დაეცვა ისინი უფრო დიდი დამპყრობელი ჯგუფის წინააღმდეგ. აქვე ჩანს, რამდენად პრაქტიკულად აზროვნებდნენ მაშინდელი ინჟინრები. ისინი მხოლოდ დღევანდელ გადარჩენაზე არ ფიქრობდნენ, ისინი ფიქრობდნენ იმაზე, თუ როგორ გადარჩებოდა მთელი ქალაქი შიმშილის, ომის ან მიწის ზედაპირზე სრული კოლაფსის დროსაც კი. მათ ნარჩენების განთავსების სისტემაც კი ძალიან განვითარებული ჰქონდათ იმ დროისთვის. იყო მიწისქვეშა ორმოები, რომლებიც შუა საუკუნეებში ნაგვის გადასაყრელად გამოიყენებოდა. მაგრამ იმის გამო, რომ ეს ორმოები საუკუნეების განმავლობაში დალუქული იყო, პრეს ისინი ნამდვილი საგანძურია არქეოლოგებისთვის. ძველ ორმოებში მკვლევარებმა აღმოაჩინეს კარგად შენახული კერამიკა, სამუშაო იარაღები, საკვები და სხვადასხვა ნივთები, რომლებსაც მაშინდელი ადამიანები იყენებდნენ. ამის წყალობით ექსპერტებმა უკეთ გაიგეს, თუ როგორ ცხოვრობდნენ ორვიეტოს ცხოვრებლები შუა საუკუნეებიდან რენესანსის ეპოქამდე. კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, თითქოს მიწისქვეშა ქალაქი იზოლირებული იყო, ისინი მაინც დაკავშირებულნი იყვნენ იმ დროის უფრო დიდ ხმელთაშუა ზღვის სავაჭრო ქსელთან. და კიდევ უფრო იდუმალი გახდა მთელი მიწისქვეშა კომპლექსი, როდესაც ბოლო წლებში თანამედროვე ლიდარისა და ლაზერული სკანირების ტექნოლოგიები გამოიყენეს. კვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ქალაქის ზოგიერთ ნაწილში გვირაბებს შორის ქვის ფენა ძალიან თხელია. ზოგჯერ ქვის სისქე მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრია. ეს ნიშნავს, რომ იმ დროის მშენებლებს ზუსტად იცოდნენ, სად იყვნენ ისინი და სად ხრიდნენ სხვა ჯგუფები, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ თანამედროვე რადარი ან კომპიუტერი. რაც კიდევ უფრო გასაოცარია, არის მონაკვეთები, რომლებიც სპეციალურად გაათხელეს, რათა საგანგებო სიტუაციაში ადვილად გატეხილიყო. ეს თითქოს მოდულური ქალაქგეგმარების უძველესი ვერსიაა. და აქ უფრო ნათელი ხდება ორვიეტოს ნამდვილი ისტორია. ეს უბრალოდ შემთხვევითი გამოქვაბულების ნაკრები არ არის. ეს არის ფრთხილად დაგეგმილი მიწისქვეშა ცივილიზაცია. სხვა ქალაქები მაშინ მაღალი კედლებით იცავდნენ თავს, აქ კი ხალხმა თავად მიწისქვეშეთი გამოიყენა როგორც თავდაცვა, საცავი, სასიცოცხლო ხაზი და სარეზერვო ცივილიზაცია. ზედაპირზე არის მოედნები, ეკლესიები და ჩვეულებრივი ცხოვრება. მაგრამ მათი ფეხქვეშ კიდევ ერთი ქალაქია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩუმად ფუნქციონირებს. და დღემდე მისი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სუად გაუგებარია თანამედროვე სამყაროსთვის. ეხლა გადავიდეთ ნაორის მიწისქვეშა გვირაბებს. თუ ორვიეტოში მიწისქვეშეთი გამოიყენებოდა ბიზნესისთვის, საკვებისთვის და გონივრული ურბანული დაგეგმარებისთვის, სულ სხვა ისტორიაა ჩრდილოეთ საფრანგეთში. აქ ნაორის მშვიდ სოფელში მიწისქვეშა ქალაქი არ აუშენებიათ იმისთვის, რომ გამდიდრებულიყმე. ის ააშენეს იმისთვის, რომ არ მომკვდარიყვნენ. ზედაპირზე ჩვეულებრივი პროვინცია, რასაც დაინახავ სახლები, მინდვრები, ხეები და მშვიდი გზები. მაგრამ მის ქვეშ დამალულია სამყარო, რომელიც თითქოს მთელი ქალაქის საგანგებო ვერსია. ოფიციალური საიტის Souterrain de Naoris მიხედვით, მიწისქვეშა ქალაქი მოიცავს 28 გალერეას და თითქმის 300 ოთახს. მის სურათზე ნათქვამია, რომ მასში ათასობით ადამიანს შეუძლია დამალუა შემოსეული არმიებისგან. და რაც ყველაზე გასაოცარია, ეს არ აუშენებიათ მეფეებს ან იმპერატორებს. ეს ააშენეს ჩვეულებრივმა ადამიანებმა, გლეხებმა, ოჯახებმა, ადამიანებმა, რომლებიც ძალიან დაიღალნენ მიწის ზედაპირზე გამუდმებული ომებით. შუა საუკუნეებიდან მე-17 საუკუნემდე პიკარდიის რეგიონი ხშირად ომების გზაზე ხვდებოდა. სოფლებს ხშირად გადიოდნენ ჯარისკაცები, მარბიელები და შემოჭრილი არმიები. როცა ისინი მოდიოდნენ, სახლები შეიძლებოდა დაეწვათ, საჭმელი წაეღოთ, ან მთელი ოჯახი საფრთხეში აღმოჩენილიყო. ამიტომ ნაორის მცხოვრებლებმა განსაკუთრებული გეგმა შეიმუშავეს.
როცა ზედაპირზე საფრთხე იყო, მთელი სოფელი მიმიწის ქვეშ ვკრება. არის ოთახები ოჯახებისთვის, ადგილები ცხოველებისთვის, საკვების შესანახი სათავსოები, ლოცვისთვის კი პატარა ეკლესიებიც აქვთ. არის საერთო სივრცეები, სადაც ადამიანები იკრიბებიან და ელოდებიან, როდის იქნება უსაფრთხო ზედაპირზე დაბრუნება. ეს უბრალოდ ერთღამიანი სამალავი არა. ეს არის მიწისქვეშა თავშესაფარი, რომელიც უფრო დიდხანს სიცოცხლის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. რადგან ამ ადგილას კირქვა და ცარცია, მისი გათხარა უფრო ადვილია ვიდრე მყარ ქანებში. თუმცა საფრთხეც არსებობს. თუ არასწორად გათხარეს, ჭერი შეიძლება ჩამოინგრეს. ამიტომ შენიშნავთ, რომ შიგნით ბევრ ადგილას ჭერი მომრგვალებულია. ეს მხოლოდ დიზაინი არ არის. ეს გაკეთებულია ზედა მიწის ცნევის გამო. ასე წონა უფრო თანაბრად ნაწილდება და ოთახები უფრო უსაფრთხოა. მარტივად ჩანს, მაგრამ ლოგიკა ღრმაა. ეთქობა ისინი უბრალოდ კი არ თხიდნენ, ყველაფერს კათრით აკეთებდნენ. მათ შეისწავლეს ქვის თვისებები და რადგან აქ ბევრი ადამიანი შეიძლებოდა დამალულიყო, ჰაერიც სჭირდებოდათ. ყველაფერი დახურული ვერ იქნებოდა, რადგან ჟანგბადი გაუთავდებოდათ. მით უმეტეს თუ შიგნით ცეცხლის საჭმელი და ცხოველები იყო. ამიტომ გააკეთეს ვენტილაციის შახტები, ხრელები, რომლებიც ზედაპირთან იყო დაკავშირებული, რათა ჰაერი შესულიყო და კვამლი გამოსულიყო. მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო შესამჩნევი. თუ მტერი დაინახავდა, რომ მიწიდან კვამლი ამოდიოდა, მიხვდებოდნენ სად იმალებიან ადამიანები. ამიტომ ჰაერისა და კვამლის გასასვლელები ფრთხილად იყო დამალული. ზოგიერთი მათგანი გამოდიოდა ისეთ ადგილებში, სადაც ადვილად ვერ შეამჩნევდი. მაგალითად, ტყეში ან ზედაპირზე არსებულ სტრუქტურებთან ახლოს. მარტივად რო ვთქვათ, მთელი მიწისქვეშა ქალაქი ისე იყო დაპროექტებული, რომ ხალხს სუნთქვა შეეძლოთ ისე, რომ არ გამოეჭირათ. წარმოიდგინე ეს სცენა. ზედაპირზე ჯარისკაცი გადის, სოფელი ჩუმადაა. ისე ჩანს თითქოს არავინ არის, არც ბავშვი, არც ცხოველი, არც სინათლე, მაგრამ მიწის ქვეშ მთელი საზოგადოებაა. ამ დროს ისინი ამზადებენ საჭმელს, ლოცულობენ, უვლიან ცხოველებს და ელოდებიან, როდის დასრულდება საფრთხე. ისინი გვანან ქალაქს, რომელსაც დროებით მიწამშ თანთქა. ასევე არის საკვების და მარცვლეულის შესანახი ორმოები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როცა შემოსევა ხდება, მტრის პირველი სამიზნე საკვებია. თუ მოსავალს საგართმევენ ან დაწვავენ, მთელი სოფელი შიმშილობს. მაგრამ თუ მიწის ქვეშ შენახული გაქვს საკვები, ლაპ შანსი გადადარჩე. თუნდაც რაც ზედაპირზეა გაანადგურონ. აქ ხედავ, რამდენად პრაქტიკულია ნაორების მიწისქვეშა ქალაქი. ეს ფანტაზია არ არის, ეს გადარჩენის სისტემაა. აქ მხოლოდ სხეული არ იშველება, არამედ კულტურა, ოჯახი, ცხოველები, საკვები და რწმენაც. მაგრამ ნაორების კიდევ ერთი თავი არსებობს, უფრო ახლანდელი და ემოციური. პირველი მსოფლიო ომის დროს გვირაბები ასევე გამოიყენეს ჯარისკაცებმა დასავლეთის ფრონტის მახლობლად. მკვლევართა თქმით, მიწისქვეშა ქალაქის კედლებზე ათასობით გრაფიტი აღმოაჩინეს. ბევრი მათგანი ბრიტანელმა და ავსტრალიელმა ჯარისკაცებმა დატოვეს. არის სახელები, მშობლიური ქალაქები, სამხედრო დანაყოფები, უბრალო ნახატები, შეტყობინებები. არის კვალი ადამიანისა, რომელსაც არ იცოდა დაბრუნდებოდა თუ არა სახლში. ფრანც ტულონ წერტილი, ეფარისა. და ამ ადგილის არქეოლოგიური კვლევების მიხედვით დაახლოებით 3000 გრაფიტი იქნა დაფიქსირებული ნაორში და ბევრი მათგანი დაკავშირებულია იმ ჯარისკაცებთან, რომლებიც დიდი ომის დროს იქ გაიარეს. და აქ ეს ადვილი კიდევ უფრო მძიმე ხდება. იმავე გვირაბები, რომლებიც შუა საუკუნეების სოფლის მცხოვრებლებისთვის თავდამსმელი არმიებისგან დამალვის ადგილი იყო, თანამედროვე ჯარისკაცებისთვისაც დასასვენებელ ადგილად იქცა, სანამ ისინი ისევ ფრონტის ხაზზე დაბრუნდებოდნენ. სხვადასხვა დრო, სხვადასხვა ომი, მაგრამ ერთი და იგივე შიშია. უსაფრთხო ადგილის ძიება, როცა ზედა სამყაროში ცხოვრება საშიში ხდება. ზოგიერთი მკვლევარი შეძლო გაერკვია გრაფიტიზე დატოვებული სახელები და ისინი ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების ჩანაწერებს დაუკავშირეს. უეცად, ქვის ნაკაწრები უბრალოდ ნიშნები აღარ არის. ისინი ხმად იქცევიან. ეს არის ჩვეულებრივი ადამიანების უკანასკნელი კვალი, რომლებიც მიწის ქვეშ გაიარეს, ომის სიმძიმე თვირთად ჰქონდათ. ალბათ სწორედ ამიტომ არის ნაორები განსაკუთრებული. ეს არ არის ისეთი გრანდიოზული როგორც სასახლე. ეს არ წინავს სიმდიდრით. აქ არ არის მონუმენტები, აქ არ არის ოქრო, მარმარილო ან გიგანტური ქანდაკებები. მაგრამ მას აქვს რაღაცაც უფრო ძლიერია ვიდრე დეკორაცია. და ეს არის ნამდვილი ჭეშმარიტი გზა გადარჩენისთვის. აქ ხედავთ, რომ ზოგჯერ ყველაზე გონიერი ქალაქი არ არის ის, რომელსაც ყველაზე მაღალი კოშკი აქვს. არამედ ის, რომელსაც შეუძლია მთელი ქალაქი მიწის ქვეშ დამალოს, სანამ საფრთხე არ გადაივლის ზედაპირზე. ეხლა კი ვისაუბროთ დერინკუიუზე და კაპადოკიის ქსელზე. ცენტრალური თურქეთის მშრალ ველზე არის ერთი ჩვეულებრივი სახლი, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენის დასაწყისი თანამედროვე ისტორიაში. 1963 წელს თურქეთის ისტორიული ჩანაწერებისა და კაპადოკიის რეგიონის კვლევის კვლევების მიხედვით, ერთი კაცი თავის სარდაფს არემონტებდა, როცა კედელში რაღაც უჩვეულო შენიშნა. როცა ის დაანგრია, კედლის უკან უბრალო სათავსო არ აღმოჩნდა. იქ იყო გვირაბი.
და ეს გვირაბი. ის კიდევ უფრო დიდ მიწისქვეშა ქალაქს უკავშირდებოდა, რომელიც დიდი ხანია ისტორიაში დაკარგულად ითვლებოდა. ეს არის დერინქუიუ, ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და დიდი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც მსოფლიოში აღმოაჩინეს. ერთი შეხედვით ძნელია დაიჯერო მისი მასშტაბი. ქალაქი მიწის ქვეშ დაახლოებით 95 მეტრზე ჩადის და მას მრავალი ერთმანეთთან დაკავშირებული დონე აქვს. თურქეთის კულტურის სამინისტროსა და იუნესკოს დოკუმენტაციის მიხედვით კაპადოკიაზე აქ ათასობით ადამიანს შეეძლო დარჩენა საკვებით, წყლითა და ცხოველებით დიდი ხნის განმავლობაში. და აქ ადვილი კიდევ უფრო გასაოცარი ხდება. რადგან ეს უბრალოდ სამალავი არ არის, ეს არის მთელი ქალაქი, რომელიც ფუნქციონირებს მაშინაც კი, როცა ზედაპირზე სამყარო არ არსებობს. ამის შესაძლებელი მიზეზი ისაა, რომ ისე ვულკანური ქვა გამოიყენა ბუნებამ. კაპადოკიის რეგიონი სავსეა ვულკანური ტუფით, რომელიც რბილია ამოღებისას, მაგრამ გამშრალი და ჰაერზე გამოსული ძალიან გამძლეა. მრავალი საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა ცივილიზაციამ ნელ-ნელა გააფართოვა მიწისქვეშეთი. არსებობს მოსაზრებები, რომ პირველი გათხრები ფრიგიელების ეპოქაში დაიწყო. ხოლო სხვა კვლევების მიხედვით დიდი გაფართოება ბიზანტიის ეპოქაში მოხდა, განსაკუთრებით არაბულ-ბიზანტიურ კონფლიქტების დროს. ეს ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ერთმა ცივილიზაციამ არ შექმნა. თითქოს სხვადასხვა თაობამ გადმოსცა ეს პროექტი ერთმანეთს. ყოველ ეპოქაში რაღაც ახალი ემატებოდა. ახალი გვირაბები, ახალი ოთახები, ახალი დაცვა და რაც უფრო ღრმად ჩადიხარ ქალაქში, მით უფრო მეტი რამ გვხვდება. გრძნობ, რომ ეს მხოლოდ დროებითი დამალვისთვის არ გაკეთებულა. ზედა დონეებზე ნახავ ადგილებს პირუტყვისთვის. აქ არის გამოკვეთილი სადგომები, საკვების გეჯები და სივრცე ცხოველებისთვის. მათი მოწყობა პრაქტიკულია. როცა ცხოველები შესასვლელთან ახლოს არიან, უფრო ადვილია სუნისა და მოძრაობის კონტროლი. გარდა ამისა, ცხოველების სხეულის სითბო ეხმარება ზედა სართულების გათბობაში. მარტივი გზით ისინი ბუნებრივ სითბოს იყენებენ, როგორც გადარჩენის უპირატესობას. როდესაც ქალაქის უფრო ღრმა ნაწილებში ჩადიხარ, იქ ჩანს ყოველდღიური ცხოვრების ცენტრი. არსებობს საერთო სამზარეულოები, ღვინის წარმოების ადგილები, ზეთის საწნეხები, მარცვლეულის და საკვების შესანახი ოთახები. არქეოლოგების თქმით აშკარაა, რომ დერინქუიუს მიზანი მხოლოდ გადარჩენა არ იყო, არამედ ზედაპირზე არეულობის დროსაც ნორმალური ცხოვრების შენარჩუნება. მიწისქვეშ ყოფნის მიუხედავად ცხოვრება გრძელდებოდა. ჭამა, მუშაობა, სწავლა და რწმენა. ასევე აღმოჩენილია დიდი რელიგიური დარბაზი, რომელიც ბიზანტიის ეპოქაში გამოიყენებოდა. მისი დიზაინი მიწისზედა ეკლესიას გავს, მაგრამ პირდაპირ ქვაშია გამოკვეთილი. თითქოს სურდათ მთელი მათი ცივილიზაცია მიწის ქვეშ გადაეტანათ. მაგრამ დერინქუიუს ყველაზე ცნობილი ნაწილი მისი თავდაცვის სისტემა. გვირაბების სხვადასხვა ნაწილში არის გიგანტური წრიული ქვის კარები, რომლებიც უზარმაზარ ქვის ბორბლებს გავს. ზოგიერთი მათგანი 100 კილოგრამს იწონის. საფრთხის შემთხვევაში მათ შეგვიძლია გადავაგოროთ, რათა გავფაროთ შესასვლელი. და რაც მთავარია, მათი გაღება მხოლოდ შიგნიდან არის შესაძლებელი. თუნდაც მტერი გვირაბში შევიდეს, მას მაინც მოუწევს ვიწრო კორიდორებთან, ჩიხებთან და ერთმანეთის მიყოლებით განლაგებულ გიგანტურ ქვის ბარიერებთან გამკლავება. ეს გავს გიგანტურ მიწისქვეშა ლაბირინთს, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ დრო და ენერგია დაახარჯინოს ყველას, ვინც შეეცდება შეჭრას. მაგრამ მიწისქვეშა ქალაქში ყველაზე რთული პრობლემა არა დაცვა, არამედ ჰაერი და წყალია. როგორ უნდა დაისვენო მიწის ქვეშ თუ სუფთა ჰაერი არ გავს? როგორ გადარჩებიან ათასობით ადამიანი თუ წყალი გაუთავდებათ? სწორედ აქ თანამედროვე ინჟინრები დერინქუიუთი კიდევ უფრო მოიხიბლნენ. ქალაქის შუაგულში არის ძალიან ღრმა ვენტილაციის შახტი, რომელიც მთელი მიწისქვეშა კომპლექსის მთავარ ფილტვად მუშაობს. აქედან ჰაერის ნაკადი ვრცელდება ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, პატარა არხების საშუალებით. და მიუხედავად ამისა, სტუმრებისა და მკვლევარების თქმით, ქალაქის ყველაზე ღრმა ნაწილებშიც კი ჰაერის ნაკადი ჯერ კიდევ კარგად მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ უძველესი ვენტილაციის სისტემა ჯერ კიდევ მუშაობს 1000 წელზე მეტი ხნის შემდეგაც. თუმცა მათი წყლის სისტემა კიდევ უფრო გონიურული იყო. ქალაქს ცენტრალური ჭა ჰქონდა, მაგრამ ეს უბრალოდ ღია შახტი არ იყო. წყალზე წდომა სხვადასხვა დონეზე კონტროლდებოდა, რათა ზედა მხრიდან ადვილად ვერ მიეღოთ ან ვერ დაეწამლათ. როდესაც ქალაქი ალყაში იყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სანამ ჰაერი, წყალი და საკვები აქვთ, მაცხოვრებლებს მიწის ქვეშ დიდხანს დარჩენა შეუძლიათ. და აქ ამბის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ნაწილი იწყება. არსებობენ რამდენიმე მკვლევარი, რომლებიც კაპადოკიის მიწისქვეშა ქალაქებს ზოროასტრიული ტრადიციის უძველეს ტექსტებს ადარებენ. განსაკუთრებით იმ ამბავში, რომელიც იმას და ვარას ეხება. მიწისქვეშა თავშესაფარი, რომელიც, როგორც ამბობენ, შეიქმნა იმისთვის, რომ გადაერჩინათ ადამიანები, ცხოველები და მცენარეები მძიმე ზამთრის კატასტროფისგან. პირდაპირ მტკიცებულება არ არსებობს, რომ დერინქუიუ ამასთან ნამდვილად არის დაკავშირებული. ბევრი ისტორიკოსი ამას მხოლოდ მითოლოგიურ ამბად მიიჩნევს. მაგრამ ზოგიერთი მეცნიერის თქმით, შესამჩნევია კონცეფციის მსგავსება.
ეს არის თვითმარი მიწისქვეშა თავშესაფარი, რომელიც შექმნილია გრძელვადიანი გადარჩენისთვის. და რაც უფრო მეტად იკვლევენ დერინგუიუს, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება. მაგალითად, სად წავიდა მილიონობით ტონა ქვა, რომელიც მიწისქვეშ ამოიღეს. რადგან თუ დაფიქრდებით, ეს ძალიან დიდი გათხრა იყო. მაგრამ ქალაქის გარშემო თითქმის არ არის უზარმაზარი ნაყარის გროვები. ზოგიერთი მკვლევარის თეორიაა, რომ ამოღებული ქვა შეიძლება თანდათანობით გაანაწილეს სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, ან გამოიყენეს სხვა სამშენებლო პროექტებში, რათა არ გამოჩენილიყო მიწისქვეშა ქსელის ნამდვილი მასშტაბი. და თუ ეს მართალია, ეს ნიშნავს, რომ ამის შემქმნელები ძალიან ორგანიზებულები იყვნენ. ეს მხოლოდ რამდენიმე ადამიანის პროექტი არ იყო. ეს იყო გრძელვადიანი კოორდინირებული ოპერაცია, რომელიც შესაძლოა მრავალი თაობის განმავლობაში გაგრძელდა. კიდევ უფრო გასაოცარია იმის შესაძლებლობა, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ. დერინგუიუც კი შეიძლება დაკავშირებული იყოს კაპადოკიის სხვა მიწისქვეშა ქალაქებთან. ზოგიერთი არქეოლოგიური კვლევისა და გრუნტგამჭოლი რადარის კვლევის მიხედვით, არსებობს მტკიცებულება, რომ რეგიონში სხვადასხვა მიწისქვეშა კომპლექსებს შორის შესაძლოა გრძელი გვირაბები იყოს დამაკავშირებელი. არსებობს ცნობები იმის შესახებაც, რომ შესაძლოა გვირაბი რამდენიმე კილომეტრს აღწევდეს და უერთდებოდეს ახლომდებარე მიწისქვეშა ქალაქებს, მაგალითად ქაიმაქლის. მაგრამ დღემდე მკვლევარები კვლავ სწავლობენ ამას და მთელი ქსელის მასშტაბი ჯერ სრულად დადასტურებული არ არის. თუ ეს დადასტურდება, ეს ნიშნავს, რომ კაპადოკიაში მხოლოდ ერთი მიწისქვეშა ქალაქი არ არის. შესაძლებელია ეს მთელი დამალული მიწისქვეშა პროვინცია იყოს. რეგიონი, რომელსაც შეუძლია გააქრეს დედამიწის ზედაპირიდან, როცა ომი დაიწყება. მაშინ, როცა დამპყრობლები უყურებენ ცარიელ ველებს ზედაპირზე, ნამდვილი მოსახლეობა შეიძლება მათ ფეხქვეშ მიწისქვეშ იყოს. და ალბათ ეს არის მიზეზი, რატომაც დღემდე ძალიან რთულია დერინგუიუს ბოლომდე გაგება. რადგან ეს მხოლოდ საინჟინრო პროექტი არ არის. ეს არის მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ადამიანი, როცა დედამიწის ზედაპირი საცხოვრებლად უსაფრთხო აღარ არის. მის ვიწრო კიბეებში და ბნელ გვირაბებში, სიჩუმეში შეგიძლია დაინახოთ ცივილიზაციის კვალი, რომელიც მზად იყო დაეტოვებინა მზის სინათლე, რათა ქვის ქვეშ ეცხოვრა. ეხლა გადავიდეთ ზიპაკირას მარილის საკათედრო ტაძარს. თუ თურქეთის მიწისქვეშა ქალაქები დამალვასა და გადარჩენას ემსახურებოდა, კოლუმბიის მთებში სულ სხვა რამეს ნახავ. აქ მიწისქვეშ უბრალო ქალაქი კი არ ამოთხარეს, არამედ უზარმაზარი ეკლესია, რომელიც პირდაპირ მარილის მთაშია გამოკვეთილი. 200 მეტრზე მეტ სიღრმეზე მიწისქვეშ, ზიპაკირას ქალაქში, ბოგოტასთან ახლოს, მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რელიგიური ნაგებობა, ზიპაკირას მარილის საკათედრო ტაძარი. და რაც ყველაზე გასაოცარია, ეს ტაძარი არ აუშენებია ჩვეულებრივ ბლოკებით ან ცემენტით. ფავად მთა გადააქციეს ეკლესიად. პირველად რო ჩახვალ შიგნით, მაშინვე ვერ მიხვდები, რომ აღაროში ხარ. უფრო ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს სხვა სამყაროში მოხვდი. ბნელა, სიჩუმეა, ჰაერი ცივია. და თითოეულ გვირაბში დაინახავ უზარმაზარ მარილის კედლებს, უჩვეულო ფერებით, ნაცრისფერი და ბროლის ტექსტურით. თითქოს ცოცხალ გიგანტურ ქვას შიგნით ხარ. მაგრამ სანამ ეს ადგილი ტურისტულ ღირსშესანიშნაობად და რელიგიურ ადგილად იქცეოდა, ის ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიის ცენტრი იყო ძველ კოლუმბიაში. მანამდე სანამ ესპანელი კონკისტადორები მოვიდოდნენ, მუისკას ცივილიზაცია ამ რეგიონში მარილს უკვე დიდი ხანია მოიპოვებდა. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, მუისკას ხალხზე მაშინ მარილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მას არა მხოლოდ საკვებში, არამედ ვაჭრობაშიც იხენებდნენ. სინამდვილეში მას თეთრ ოქროსაც კი ეძახდნენ, რადგან მუისკას კონფედერაციის სიმდიდრის დიდი ნაწილი მარილის ვაჭრობიდან მოდიოდა. სხვა ცივილიზაციები ოქროსთვის იბრძოდნენ, ხოლო მუისკა გამბიდრდა მარილის წყალობით. და როცა მთაში მოპოვება გრმავდებოდა, მიწისქვეშა გვირაბებიც ნელ-ნელა მრავლდებოდა. 16 საუკუნეში ესპანელების მოსვლის შემდეგ ოპერაციები კიდევ უფრო გაფართოვდა. ბით სამრეწველო სამთო კომპლექსად აქციეს, რადგან დაინახეს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ადგილას მარილის საბადოები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა მე-20 საუკუნეში. მეშახტეები მიწისქვეშ მუშაობდნენ ძალიან სახიფათო პირობებში და დაიწყეს პატარა მარილის ნაჭრების დამზადება. ისინი ამ მარილის ნაჭრებს მაღაროს კედელზე ამაგრებდნენ, რათა სამუშაოს დაწყებამდე ელოცათ. თავიდან ეს ძალიან მარტივი იყო. პატარა ჯვარი, პატარა სალოცავი ადგილი. ეს იყო ადგილი, სადაც ისინი დაცვას ითხოვდნენ, სანამ ბნელ და სახიფათო გვირაბებში ჩავლენდნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში ეს იდეა უფრო და უფრო გაიზარდა. საბოლოოდ 1950-იან წლებში გაჩნდა გეგმა, რომ თავად მარილის მთის შიგნით აშენებულიყო მთელი მიწისქვეშა ტაძარი. აქ დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტი სამხრეთ ამერიკაში, რადგან ძალიან რთულია უზარმაზარი ნაგებობის აშენება მარილის მთის შიგნით. მარილის ქვას სხვა თვისებები აქვს ვიდრე ჩვეულებრივ ქვას. საინჟინრო კვლევების მიხედვით ჰალიტის ფორმაციები ძალიან მტკიცია, როცა შეკუმშულია.
მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მას ასევე აქვს ტენდენცია, რომ დაიძრას და შეიცვალოს ფორმა მთის ზემოდან ზეწოლის გამო. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარემომ არი ჩანს, მთა ნელ-ნელა მოძრაობს, თითქოს ცოცხალია. ამიტომ კათედრალის თითოეული დარბაზი და დერეფანი უნდა იყოს დაპროექტებული ისე, რომ გაუძლოს გეოლოგიურ ზეწოლას დიდი ხნის განმავლობაში. შეგიმჩნევია, რომ შიგნით ბევრი კერი მაღალი და მოღუნულია. ეს მხოლოდ სილამაზისთვის არ არის. ასე გაკეთდა, რომ მთის წონა თანაბრად გადანაწილდეს გვირაბების გარშემო. უბრალოდ რო ვთქვათ, მათ მთის წონას არ ებრძოდნენ, მათ ეს წონა გამოიყენეს მთელი სტრუქტურის მხარდასაჭერად. და ალბათ ეს არის მიზეზი, რატომაც წრემდე კათედრალის დიდი ნაწილი სტაბილურად დგას, მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულები გავიდა. კომპლექსის შიგნით არის გვირაბების სერია, რომელიც მომლოცველობის მარშრუტს გავს. როცა მიდიხარ, გაივლი 14 სამლოცველოს, რომლებიც ჯვრის გზის სადგურებს წარმოადგენს. თითოეულს თავისი დიზაინი აქვს, არის გიგანტური ჯვრები, არის ამოკვეთილი რელიეფები, არის დრამატული განათება, რომელიც მარილის კედლებს ეცემა. ამიტომ ეს ადგილი უფრო კინემატოგრაფიულად გამოიყურება. და როცა უფრო ღრმად შედიხარ საკათედრალოში, უფრო მეტად იგრძნობ მის უჩვეულო სიმშვიდეს. რადგან მარილის კამერებში აკუსტიკაც განსხვავებულია. თეულებრივი მღვიმისგან განსხვავებით, სადაც ექო ძლიერია, მარილის კედლები ხმას შთანთქავს. ამიტომ შიგნით ყოფნისას შეგრძნება მძიმე და მშვიდია. თითქოს მთა შთანთქავს ყოველ ხმაურს. თვითონ ჰაერიც კი შიგნით განსხვავებულია. კვლევართა მიხედვით, რომლებიც მაღაროს მიკროკლიმატს იკვლევენ, მარილის კედლები ბუნებრივად შთანთქავენ ტენიანობას, რის გამოც მიწისქვეშა გარემო უფრო მშრალი და სტაბილურია. ამიტომ ჰაერის შეგრძნება აქ განსხვავებულია ვიდრე ზედაპირზე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კათედრალი თითქოს მუდმივად მტკიცეა, ინჟინრები ერთ დიდ პრობლემას მაინც მუდმივად აკვირდებიან. ეს თავად მთაა. რადგან დროის გასვლასთან ერთად მარილის საბადოები მუდმივად მოძრაობს. წნევა ნელ-ნელა აწვება მაღაროში ამოღებულ სივრცეებს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მთა ნელ-ნელა ცდილობს დაიბრუნოს ის სივრცე, რომელიც ადამიანმა ამოთხარა. ამიტომ ინჟინრები რეგულარულად ამოწმებენ კათედრალის სტრუქტურულ მდგომარეობას, რათა დარწმუნდნენ, რომ კამერები და გვირაბები ჯერ კიდევ უსაფრთხოა. და აქ კიდევ უფრო განსაკუთრებული ხდება ზიპატირა, რადგან ეს მიტოვებული მიწისქვეშა ნაგებობა არ არის, მთა ჯერ კიდევ ცოცხალია და მოპოვება კვლავ გრძელდება. სანამ ათასობით ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს კათედრალს ზედა დონეებზე, სამრეწველო მარილის მოპოვება გრძელდება მთის უფრო ღრმა ნაწილებში. ეს ნიშნავს, რომ ერთ მთაში ერთდროულად თან არსებობს რელიგია, ტურიზმი, ინჟინერია და მოპოვება. და თანამედროვე რუკების პროექტების მიხედვით, რომლებიც იყენებენ ლიდარსა და გრუნტგამჭელ რადარს. მთლიანი მიწისქვეშა ქსელის მხი მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს საზოგადოებისთვის. ქვემოთ კიდევ არის გიგანტური დამალული დარბაზები, რომლებიც ძველი მოპოვების შედეგად დარჩა. ზოგიერთი მათგანი იმდენად დიდია, რომ შიგნით მთელი თანამედროვე შენობები შეიძლება მოთავსდეს. კვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს უფრო ძველი გვირაბები, რომლებიც მუისკას ცივილიზაციამ დიდი შრომით ამოთხარა, სანამ თანამედროვე ასაფეთქებლები გამოჩნდებოდა. ეს გვირაბები უფრო ვიწროა, უფრო არარეგულარული და უფრო მეტად მიყვება მთის შიგნით არსებულ ბუნებრივ მარილწყლის წარმოებს. თითქოს თავად ხედავს სამთო მოპოვების ევოლუციას უძველესი დროიდან თანამედროვე ინდუსტრიულ ეპოქამდე. მთის თითოეულ ფენაზე სხვადასხვა თაობის კვალი ჩანს. მშობლიური მაღაროელები, ესპანელი ოპერატორები, თანამედროვე ინჟინრები, მუშები, რომლებმაც ადგილი, რომელიც ადრე უბრალო მაღარო იყო, ეკლესიად გადააქციეს. და ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ზიპატიადან, რომ ზოგჯერ ადამიანი მთას მხოლოდ სიმდიდრის მისაღებად არ თხრის. ზოგჯერ ჩვენ ვთხრით მას, რათა შევქმნათ ადგილი, რომელსაც შეუძლია მისცეს იმედი, სიმშვიდე და რწმენა. თუნდაც იმ მძიმე სამყაროს ქვეშ, რომელიც ზემოთაა. ეხლა გადავიდეთ მანგისტაუს მეჩეთებზე. ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში არის რეგიონი, რომელიც სხვა პლანეტას გავს. არ არის მაღალი ხეები, არ არის ფერადი ქალაქები, არამედ მხოლოდ თეთრი კლდეები, მშრალი ველები და უსასრულო უდაბნოები. ეს არის მანგისტაუ. და ამ 7 მიწის ქვეშ დამალულია სამყარო, რომელიც არ არის შექმნილი ომისთვის, სამთომოპოვებისთვის ან საკვების დასამალად. ეს შექმნილია რწმენისთვის. სხვა მიწისქვეშა ნაგებობები მსოფლიოში აშენდა ადამიანების მტრისგან დასაცავად. მანგისტაუს მიწისქვეშა მეჩეთები შექმნილია სინშვიდისთვის, მედიტაციისა და სულიერი მოგზაურობისთვის. აბრეშუმის გზის პერიოდში ეს რეგიონი მნიშვნელოვანი მარშრუტი იყო ვაჭრებისთვის, მოგზაურებისთვის და ქარავნებისთვის, რომლებიც აზიასა და ახლო აღმოსავლეთს შორის გადაადგილდებოდნენ. მაგრამ აქ მოგზაურობა ადვილი არ იყო. რისით ძლიერი სიცხე, ღამით კი ძლიერი სიცივე და უსაფრთხო ადგილებს შორის დიდი მანძილი იყო. ამიტომ, როდესაც ადამიანები უდაბნოში გადიოდნენ, ზოგიერთი მათგანი ირჩევდა აქ სამუდამოდ დარჩენას. სუფი მისტიკოსები, სულიერი მასწავლებლებები და დერვიშები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ
რწმენის სიჩუმის მოსმენა უფრო ადვილია, როცა შორს ხარ სამყაროს ხმაურისგან. ყაზახეთში აბრეშუმის გზის რელიგიური ადგილების შესახებ ჩატარებული კვლევების მიხედვით, რეგიონში ყველაზე ცნობილი სულიერი ფიგურები იყვნენ შოპან ატა და შაკპაკ ატა, ადამიანები, რომლებიც მანგისტაუში ადგილობრივი სულიერი ტრადიციის ცენტრად იქცნენ. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მიწის ზედაპირზე ჩვეულებრივი მეჩეთი აეშენებინათ, მათ თავად მთა ამოთხარეს. მათ პირდაპირ ამოკვეთეს ირკვის კლდეები, რათა ქვის შიგნით მიწისქვეშა სალოცავი დარბაზები და წმინდა ოთახები შეექმნათ. და აქედან მანგისტაუს არქიტექტურა გამორჩეული ხდება. რადგან ეს უბრალო მღვიმე მეჩეთი არ არის. მისი ზოგიერთი ნაწილი ბუნებრივ მღვიმესა და ინჟინრულ ნაგებობას შორის ნაზავს თავს. აქ არის სვეტები, თაღოვანი ჩერები, ამოჭრილი სალოცავი ნიშები და ერთმანეთთან დაკავშირებული ოთახები, რომლებიც თითქოს საუკუნეების განმავლობაში ნელ-ნელა გაფართოვდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი აქ არის შაკპაკ ატას მეჩეთი. ყაზახეთის ისტორიკოსებისა და არქეოლოგების თქმით, მისი დიზაინი განსხვავებულია უმეტესობა ისლამური მიწისქვეშა ნაგებობებისგან. მისი გეგმარება ჯვრის ფორმისაა, რამაც ბევრი თეორია გააჩინა მკვლევარებში. ზოგი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია მასზე გავლენა მოახდინა უფრო ძველმა ტრადიციებმა, სანამ ისლამი რეგიონში ფართოდ გავრცელდებოდა. მათ შორისაა ძველი რწმენითი სისტემები ცენტრალურ აზიაში, თუმცა ეს ჯერ ბოლომდე დადასტურებული არ არის, ამიტომ ექსპერტები ფრთხილად განიხილავენ ამ საკითხს. მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი. მანგისტაუ დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა კულტურის, რელიგიისა და მოგზაურის შეხვედრის წერტილი იყო. და თავად ქვა გახდა აქ გამლელთა კვალის მატარებელი. მაგრამ მიწისქვეშა მეჩეთების ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ნაწილი არის მათი სინათლის გამოყენება. პირველი შეხედვით მეჩეთის შიგნით უბრალოდ ბნელი მღვიმე გეგონებათ. მაგრამ როცა მზე სწორ პოზიციაშია, შუქის სხივები პირდაპირ ეცემა მეჩეთის შიგნით მდებარე რამდენიმე სალოცავ ადგილს. ეს შემფროვითი არ არის. არსებობს ვერტიკალური არხები, რომლებიც ფრთხილად არის გამოკვეთილი მთაში, რათა ბუნებრივი სინათლის არხებად გამოდგეს. და ზოგიერთი კვლევის მიხედვით, რომლებიც ეხება შაკპაკ ატას კომპლექსის არხებს, არსებობს შესაძლებლობა, რომ ზოგიერთი მათგანი მზის მოძრაობაზეა ორიენტირებული წლის გარკვეულ პერიოდებში. ეს გავს გიგანტურ ქვის კალენდარს მიწის ქვეშ. როდესაც მზე სწორკუთხედში მოხვდება, მეჩეთის ზოგიერთი ნაწილი უცებ განათდება, ხოლო გარშემო ყველაფერი ბნელში დარჩება. და იმ დროის სუფი მისტიკოსებისთვის სინათლე სულიერი სიმბოლიზმის დიდი ნაწილი იყო. თითქოს თავად მთა იქცა დროისა და რწმენის ინსტრუმენტად. მაგრამ მიწისქვეშა მეჩეთების გარშემო მხოლოდ სალოცავი დარბაზები არ არის. ზოგიერთი შესასვლელის გარეთ ფართო ნეკროპოლისები ან უძველესი სასაფლაოებია. ათასობით ქვის სამარე და ნიშანი მიმოფანტულია უდაბნოს გარშემო. მანგისტაუს რეგიონში ჩატარებული ადგილობრივი კვლევების მიხედვით, ადრე ბევრისთვის მნიშვნელოვანი იყო წმინდა მიწისქვეშა სალოცავების ახლოს დაკრძალვა. ამიტომ ეს ადგილი არა მხოლოდ ცოცხლებისთვის, არამედ გარდაცვლილობისთვისაც გახდა. მაშინ როცა თურქეთის მიწისქვეშა ქალაქები აშენდა მოსახლეობის მტრისგან დასამალად, მანგისტაუს მეჩეთებს სხვა მიზანი ჰქონდათ. აქ მიწისქვეშეთი გახდა ადგილი ფიქრისთვის, ლოცვისთვის და კავშირისათვის იმ ქვეყნიურ ცხოვრებასთან. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილები ძალიან ლამაზია, მათი შენარჩუნება ადვილი არ ყოფილა. რადგან აქ მთავარი ქვა კირქვა, მას ადვილად აზიანებს ეროზია, წვიმა და უდაბნოს ძლიერი ქარები. ამიტომ მაშინდელმა მშენებლებმა გააკეთეს ბრენაჟის არხები და დამცავი გადახურვები შესასვლელებზე, რათა წყალი მოშორებოდა შიგნით არსებულ ჩუქურთმებს. შიგნით კი მათ გაასწორეს ზოგიერთი კედელი, რათა უკეთესად ასახულიყო ბუნებრივი სინათლე და ქვა სწრაფად არ დაზიანებულიყო. მათი ტექნიკა მარტივად გამოიყურება. მაგრამ სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც მრავალი მეჩეთი დღემდე დგას საუკუნეების შემდეგაც. და როცა ფანამედროვე არქეოლოგები უფრო დეტალურად იკვლევენ მანგისტაუს, იხენებენ სამგანზომილებიან სკანირებას და ციფრული შენარჩუნების ტექნოლოგიებს. უფრო და უფრო ირკვევა, რომ რეგიონის ზოგიერთი მღვიმე უფრო ძველია, ვიდრე ადრე ეგონათ. არსებობს პეტროგლიფები და ნიშნები, რომლებიც შესაძლოა ბრინჯაოს ხანას ეკუთვნოდეს, როგორც ყაზახეთში ზოგიერთი არქეოლოგიური აღმოჩენა მიუთითებს. ეს ნიშნავს, რომ მანამდე სანამ ეს ადგილები ისლამურ სიწმინდედ იქცეოდა, მანგისტაუს მთებსა და მღვიმეებს უკვე დიდი ხნის განმავლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა უძველესი ხალხებისთვის. თითქოს ყოველი ცივილიზაცია, რომელიც ამ რეგიონში გაიარა, ქვის ზედაპირზე თავის კვალი დატოვა და დროის გასვლასთან ერთად მთელი უდაბნო გიგანტურ სულიერ არქივად გადაიქცა. დღისით მანგისტაუ მშვიდი და თითქოს უსიცოცხლოა, მაგრამ მისი თეთრი კლდეების ქვეშ დამალულია მეჩეთები, რომლებიც ოდესღაც მანგისტაუს ხალხისთვის გზამკვლევად მსახურობდნენ. მაგრამ მისი თეთრი კლდეების ქვეშ დამალულია მეჩეთები, რომლებიც ოდესღაც მოგზაურებისთვის გზამკვლევად მსახურობდნენ. მისტიკოსების თავშესაფარი და სიმშვიდის სახლი უსაზღრო უდაბნოს შუაგულში.
და ალბათ ეს არის ყველაზე გამორჩეული რამ. რადგან მაშინ, როცა სხვა ცივილიზაციებმა ააგეს დიდი მონუმენტები, რომ მთელი მსოფლიოდან დაენახათ, აქ მსხოვრებმა ხალხმა არჩია თავისი რწმენა თავად მთის შიგნით დაემალა.